ტრამპი შეიძლება ბევრი არ მოგწონდეს და ბევრ შეცდომას უშვებდეს, თუმცა ევროპასთან მიმართებით მის პოლიტიკას სრულად ვემხრობი. ბოლოს გაკეთებულ განცხადებებსაც ნავთობთან დაკავშირებით სრულად მხარს ვუჭერ. ბიჭო, არ შეიძლება ეგრე, რომ რაღაცა ევროპა ამდენ წლის განმავლობაში იყო დამოკიდებული ამერიკაზე ყველანაირად. ფულით, თავდაცვითაც, ან ჩვენ ვიგულავებთ, რუსულ ნავთობსაც ვიყიდით, პროდუქციასაც გავყიდით, მაგრამ თუ რამ მოხდა, ამერიკელები მოგხედავენ. ხო და ეგ რეალობა ამოუყირავ ტრამპმა, რაც სწორია. გვაქვს შეთანხმება და შენ შეთანხმებას არ ღვევ, უნამუსოდ არ ღვევ. იმ 5%-საც, რაც არის გაწერილი ნატოს წესდებით, არ იცავ. არ ხარჯავ ფულს, იმიტომ ხარ ჩემზე დამოკიდებული. ხო და ტრამპმა უთხრა, აღარ მუშაობს ეგრე ძმაო. ჩვენ გინდათ, რომ მხოლოდ ჩემს ხარჯზე რაღაცა დავამთავროთ და მოვიგოთ ეს ომი და არ მოსულა ეგრე. თან ბიჭო, იმ რეალობაში, როდესაც აღიარებენ და ამბობენ, რომ აი 2030 წლისთვის რუსეთი ემზადება ევროპაში ომისთვის. ანუ ამბობ იმას, რომ ხვალ ზეგ შეიძლება მე თავს დამესხას, მაგრამ დღეს რუსულ ნავთობზე უარს ვერ ვიტყვი, იმიტომ პოლიტიკურად ეგ დამაზიანებს შიგნით ქვეყანაში. ამბობ, რომ ეს კაცი ემზადება ჩვენთან ომისთვის და შენ ხარ ის ტიპი, რომელიც ფულს აძლევს პუტინს იმისთვის, რომ დაამზადოს ახალი რაკეტები, დრონები, რომლითაც შენ დაგატყავს მერე. აი, იდიოტი ხარ, იდიოტი ხარ, ყლე ხარ ამ შემთხვევაში.